Mega show ცეკვავენ ვარსკვლავები და სრულიად ახალი ექსპერიმენტული სეზონი, რომელიც სტარტს აიღებს 31 დეკემბრიდან. ექსკლუზიურად იმედის დღის სტუმრები არიან ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე ეკატერინე გურგენიძე და აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის არსიანის მოცეკვავე ნინიკო მანტკავა, რომლებიც შემოგვიერთენ ახლა და მოგესალმებით. Dabzandit. Როგორი ლამაზი გოგონები მოგზანდნენ ჩვენთან. ქენიჩოით ამ მუსიკაზე შემოსვლა. დიდი მადლობა. დავიწყოთ იქიდან რომ ცეკვავენ ვარსკვლავები ყოველთვის სასურველი პროექტია. ვარსკვლავი იქნება ეს მოცეკვავე თუ არც ვარსკვლავი და არც მოცეკვავე, მე მგონი ყველას უნდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ თქვენთვის რას ნიშნავს თან მაშინ, როდესაც პირველ ექსპერიმენტულ სეზონში იღებთ მონაწილეობას? დავიწყო. ჩემთვის პირადად მე მგონი სიზმარში ვარ. რაღაცა მიმჩნევით რომ გამოვხიზლდა, იმიტომ რომ დღემდე დაუჯერებელი ამბავია ჩემთვის, იმიტომ რომ აი ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ამ პროექტში ყოფილიყავი და ახლობით 2-3 წლის განმავლობაში შემოვავს მოყვები. ნოერო სტორს ან რაღაცას ინსტაგრამზე დადებდა რომ ვის ფიქრობთ რომ იყოს დამატებით მონაწილე ცეკვავარსკვლავებში, მე ეგრევე გავხსნიდი და მე აი სულ წერდი. ხო, და აი 2-3 წლიანი მცდელობის შემდეგ რაღაცა ეს ავენტურისტული სეზონი გამოდის, ესე ვთქვათ და რადგან ეს იდეა ნოეს მოვიდა, დაიწყეს სახელმწიფო ანსამბლებში სიარული და აქ რო შეირჩა და რო ამარჩიეს, იყო ჩემთვის აი საოცარი ემოცია და საოცარი სიხარული. ზუსტად მაქსკამზე სტუმარი იყო და ამბობდა რომ ძალიან სერიოზული კასტინგი და შერჩევა ჩატარდა. იყო ძალიან დიდი კონკურენცია და გამოდის რომ გაგიმართლა საკმაოდ არა. თავისებური კრიტერიუმებით არჩიეს ალბათ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ კრიტერიუმებში ჩავჭექი და მოვხვდი დღეს აქ. აი კრიტერიუმები იქით იყოს კი არა და აქეთ იყოს, იმიტომ რომ რეალურად რასაც თქვენ ჩემი დაკვირვებით ქართულის მოცეკვავები მთელი ცხოვრება სწავლობთ. ახლა უნდა შეხვიდეთ რაღაც დარბაზში, სარეპეტიციოში და თქვათ რომ ეს ყველაფერი არ გისწავლეთ, უნდა დაივიწყოთ. ყველაფერი დაანგრიოთ თქვენი ეს რაღაცა დგომის მანერა, ფეხის აი ყველაფერი. ანუ 1-8 2-8 არა. ანუ სხვა რაღაცები. 1-2-3 1-2-3-ზე გადადიხართ. და ძალიან რაღაცა სხვა პლასტიკა გჭირდებათ და ემზადებით ალბათ დიდი დატვირთვით და როგორია ეს სამზადისი არ არის ძალიან რთული? სამზადისი რა თქმა უნდა რთულია, ვინაიდან ჩვენ სრულიად სხვა ტექნიკით მუშაობთ და სამეჯლისო ცეკვა მოითხოვს სრულიად სხვა ტექნიკას, თუმცა მგონი ყველა დამეთანხმება ძალიან კარგი მეწყვილეების შეხვდა და მე პირადად ჩემი მეწყვილეს დახმარებით ძალიან მიმარტივდება ეს პროცესი. ნოესგან გვაქვს უფლება რომ დაასახელოთ თქვენი მეწყვილეები და აბა გუშინ დასახელდა ელენე დავითაია, დიახ ბატონო, გუშინ უკვე დასახელდა ერთი მეწყვილე და ჩემი მეწყვილე გახლდათ შარშანდელი ფინალისტი სანდრო ცაბაძე. სანდრო ცაბაძე. ჩემი მეწყვილე გიორგი რევიშვილი, რომელიც ასე ვთქვათ ჩემთან ერთად მონაწილე არის პირველად და ჩვენთვის ორივესთვის ძალიან დიდი სიახლე და გამოცდილება იქნება. იმიტომ რომ ქართული ცეკვა მაინც არის სულ სხვა კუნთის მუშაობა, სულ სხვა დისციპლინა, სულ სხვა აკადემიური მიდგომა, ანუ აკადემიური მიდგომას აქაც იგივენაირ ვტოვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რადგან აქ უკვე თეძო ჩვენ სულ ყოველთვის ესე შესრულტული ვართ და მაქსიმალურად ძალიან ისე ვცეკვავთ, აქ არის ყველაფერი რაღაცა ძალიან მგონია რომ თქვენთვის მართლა უცბად მგონია რომ ორმაგად უფრო რთული არის, ვიდრე თქვა ადამიანის რომელსაც არ არის. რო შევადაროთ ეხლა ზუსტ პირდაპირ გაგებით არა, მაგრამ ოპერის მომღერალმა საესტრადო ხმით რო უნდა იყოს დაახლოებით რაღაცა ისეთი. ხო, აი მოკიგადმოვა. თან ოპერის მომღერალს უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება და ეს პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ აღებული. როდის დაიწყო თქვენი რომ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, ან როდის დაიწყეთ ცეკვა საერთოდ? ვით, მე მგონი ყველას ისტორია ეცნებია, იმიტომ რომ ბავშვობიდან. კი, 4 წლის ვიყავი, მე პირველი დებიუტი მქონდა სცენაზე. კი. მამა, ნუ აქედან გამომდინარე, მამისგან გამომდინარე, იყო სოხიშვილების მოცეკვავე 13 წლის განმავლობაში და ნუ რო გამოვედი სამშობიარო და მე მგონი ჩაკურატრიალს ვაკეთებდი თქო ყველას ვეუბნები და ნუ ხო 2-3 წლიდან დავიწყე ცეკვა და ოფიციალურად უკვე კონცერტზე ნუ 4 წლის შესაბამისად რაღაცა პრიმიტიულად 22 წელია სცენაზე. კი, რაღაცა პატარა პაუზა იყო, მაგრამ ნუ საერთო ჯამში 22 წელია. თქვენზეც რომ მოგვიყვეთ? მე 5 წლიდან დავიწყე ცეკვა, დღეს თქვენ არ დააგვიანებთ. 4-დან უნდა დაგეწყოთ. მიგვიანია, ნამდვილად, ნუ 5 წლიდან დავიწყე ცეკვა, უკვე 17 წელია, რაც არსიანის ანსამბლში ვიმყოფები. თავიდანვე ანსამბლ გაზაფხულში დავიწყე, ესე რომ ვთქვათ, მოღვაწეობა და შემდგომ გავაგრძელე მოსამზადებელ ჯგუფში და შემდგომ უკვე ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. დღემდე მივყვები ცეკვას. ეს ქართული ცეკვა ზოგადად კარგი გაგებით საწამლავი არის მაყურებლისთვისაც და მოცეკვავისთვისაც და რატომ გაგიშთათ საერთოდ სურვილი რომ აი სამეჯლისო ცეკვებში მოგესინჯათ თქვენი თამიტომ როგორც წესი აი ქართულის მოცეკვავეები კი არა უფრო თქვენ ახალ ერთგულებით თქო მაგრამ აი ეს სხვანაირად კითხეთ არა არა ძალიან დიდი სურვილი გქონდა იმიტომ რომ ცეკვა ჩვენთვის უცხო არ არის და რაღაცა სიახლის ძიებაში ვართ მე დარწმუნებული ვარ რომ ამ სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრ სიახლეს ვიპოვი საკუთარ თავში და
და ნახოთ რა. როდესაც შემოხვედით ჩვენთან ტელევიზიაში და შევხვდით ერთმანეთთან მივესალმეთ, ცოტა ესე ღიმილით თქვით თქვენ მე მგონი რომ ჩვენ ვართ ვარსკვლავები, ხო რაღაცა ძალიან შევიფერეთ ვარსკვლავების და რეალურად ეს პროექტი მართლა ვარსკვლავების სამჭედლოა, იმიტომ რომ ამ 14 წლის განმავლობაში რამდენი ვარსკვლავი გამოიჭედა და შეიქმნა, ეს ყველას მაყურებელმაც და განსაკუთრებით პოპულარული გახდა და ეს ცეკვა, ანუ სამედიცინო ცეკვები ძალიან პოპულარულია. თითოეული მონაწილე, თითოეული სეზონის შესაძლოა ვიღაც ყოფილიყო ისეთი მონაწილე, რომელიც თქვა სახელი და გვარით არ ვიცით, მაგრამ თავის პროფესიაში ისევე როგორც თქვენ და თან არც თუ ისე შორეულ პროფესიაში ცეკვებში, ნამდვილად ვარსკვლავები არიან ეს ადამიანები და თუნდაც თქვენი ამდენწლიანი წარმატება და ყოფნა ქართულ ცეკვაში სწორედ ამის დასტურია. ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ ყავთ? ახლა თითოეულ თქვენგანს ეს გითხარით სახლში. მე გამოვყავ ჩემს ანსამბლს, რომელიც ძალიან გულშემატკივრობს და ამ გულშემატკივრობას ყოველ წამს ვგრძნობ. ეხლა სანამ ეთერში შემოვიდოდი, ვიგდებდი ვიდეოებს, აი როგორ ელოდებოდნენ ჩვენს გამოსვლას და პირველ რიგში მგონია რომ მაინც თითოეულ ჩვენგანს ანსამბლები გვიდგას, ვინაიდან წარმოვადგენთ ანსამბლს და ჩემთვის პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან საპასუხისმგებლოა წარმოვადგინო საუკუნოვანი ანსამბლი არსიანი, რომელიც მოგეხსენებათ 104 წლის არის და გადმოვიტანო მაყურებლამდე ის ღირებულება, ის ფასეულობები, რაც რეალურად ამ ანსამბლს ესე უნიკალურს ხდის, არის ძალიან საპასუხისმგებლო. არსიანი და მხოლოდ თქვენ ხართ? დიახ, არსიანი და მხოლოდ. კი ბატონო, თქვენი გულშემატკივარი ალბათ იგივე სვიტყვი ეს არის ჩემი ოჯახი, რომელსაც ქვია ენვერხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი. ნუ პროფესიიდან გამომდინარე ალბათ პირველი გულშემატკივრები ესენი იქნებიან და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი, რომლებიც ძალიან ელოდებიან დედა, მამა, მამაც იგივე პროფესიის არის და ძალიან ელოდება რა იქნება. და ალბათ განსაკუთრებით მომთხოვნი იქნება დარწმუნებული ვარ. მამის კრიტიკა ყველაზე მისაღებია ჩემთვის. ვისაუბრეთ რომ განსხვავებული არის სპეციფიკა, რა თქმა უნდა და საერთოდ სხვა რაღაცა. როგორ გგონიათ აი ესეც შეკითხვა და ეს თქვენი გამოცდილება მოგეხმარებათ იმ საქმეში რომელიც უნდა აკეთოთ. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი სიახლეა, რაც უფრო მეტი განვითარება, ვფიქრობ რომ უკეთესი მოცეკვავეები ვიქნებით. ხელი შემშელი არ იქნება ნამდვილად. მე ვფიქრობ არა. ის ვფიქრობ რაც ამდენ წლის განმავლობაში თქვენს ორგანიზმს აქვს ჩატარებული, სად წავა, სად გაიქცევა. რეალურად ცეკვა არის დისციპლინა და ეს დისციპლინა ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ შემდგომ უკვე სამედიცინო ცეკვებს საკმაოდ კარგად გავაკეთოთ თავი. აი ძალიან გაუჭირდებათ ქართული ტური ამ. ხო, ქართული ტური გავუწევთ. სხვათა შორის გვიჭირდება, იმიტომ რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებ. იმიტომ რომ ფასდება ჩვენი მეწყვილეები და არა ჩვენ. ისე როგორ პედაგოგები ხო, უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ამბავს, იმიტომ რომ ჩვენი მეწყვილეები ფასდება. გაგიჭირდება თუ არ გაგიჭირდება და როგორ გაართმევთ. თავს ამ ყველაფერს ჩვენ ვიხილავთ მშვიდად სხვა ტელეეკრანებთან 21 დეკემბერს. ნახოთ რა გავა, წარმატებები რა თქმა უნდა, წარმატებები სტუმრობისთვის. ახალ სრულიად ექსპერიმენტულ სეზონს. ძალიან საინტერესო სეზონი. ახლა კი